ანუ ალანია რო ეთერში თქვენ როგორც იურისტმა არიცით რა არეგულირებლის იურისტმა არიცით რომ ალანია 2 წელი ეთერში არცული ჩემს უწებრივ რეესტრი ალანი როგორც სამაუწყებლო ლიცენზიის ფლორი არ ფიქსირდება ჩემთან შემოწმეთ რომ ალანი აცხოვებდა მას რა ქვია ფიქსირებზე ინფორმაცია ცვლილი არ არის არც მთელი წყნის სამსახურისთვის ჩემი ახალი შემიძლია გასახოთ და ჩემი დეპარტამენტის ჩემთან იურიდიულში ვინც არის სანქციებაზე ორიენტირებული არ არის შემოწმება დადასტურდა რომ ალანია 2 წელი გადიოდა სიხშირით ეთერში ეს კანონდარღვევაა თუ არა რა თქმა უნდა ულიცენზიო საქმიანობა არის კარგი დიდი მადლობა ყველაფერი გეგმავს ჩვენ დავუკავშირდით მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მიხეილ გოთაშიას აი ტელეკომპანია ალანია რომელიც 3 წელი მაუწყებლობდა ისე რომ სიხშირე არ ქონდა ლიცენზია არ ქონდა მიღებული ამის მონიტორინგი თუ ტარდებოდა და ვინ მაგ უნდა გითხოთ ბატონ რატიშვილს იმიტომ რომ ეგ არის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი დიახ მე არ მეხება მე უკვე ვკითხე და მან თქვა რომ ეს ეხება მონიტორინგის სამსახურსო და მე არ მეხებაო მაშინ ბატონ სერგო შავგულიძე ჩვენ დავურეკეთ სერგო შავგულიძესაც იცით რა მაინტერესებს ალანია 3 წელი რომ მაუწყებლობდა ულიცენზიოდ იცით ის დავურეკეთ გიორგი რატიშვილს მე არ მეხება ეს საკითხები ჩემი არის ტექნიკური რადიო სიხშირეების მართვა და კოორდინაცია იცით და აი ეს საკითხები მაუწყებლობის საკითხები ლიცენზიები მე ვარ ტექნიკოსი ხო და ეგ საკითხები დაურეკეთ გიორგი რატიშვილს. ბატონ სერგო, თქვენ ტექნიკურად დააფიქსირეთ, რომ მე შემდეგ მას მსვლელობა მიეცა. ეხლა არ მახსოვს ქალბატონო რა დავაფიქსირე რა გეუბნებით დაურეკეთ გიორგი რატიშვილს და გეტყვით ყველაფერს. რადიო უცნობთან ინტერვიუში კახი ყურაშვილმა ალანიასთან დაკავშირებით შემდეგი განაცხადა. რა განსხვავებაა სტუდიასა და მაუწყებელს შორის და მაგრამ ამ კითხვასაც გავაერთიანებ. სტუდია ალანია თავის სამაუწყებლო პროდუქციას კაბელის მეშვეობით ავრცელებდა. საკაბელო ქსელის ოპერატორები არიან IET, Global-ი და მრავალი სხვა. მაგრამ ის არ ითვლებოდა მაუწყებლად. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იურიდიული თავისებურება ამ სიტუაციის. ჩემთან როგორც სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსთან არც ერთი დოკუმენტი და შემოწმების ოქნი არ არის შემოსული იმასთან დაკავშირებით, რომ ტელეკომპანია ალანიას რაიმე რადიოსიხშირული რესურსი ჰქონდა დაკავებული უკანონოდ. თუმცა პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 2007 წელს განაცხადა. არის ესეთი ტელევიზია ალანია, მე უყურებ ხოლმე საღამოობით. არის ესეთი და ყველაზე უყურებს ცხინვალის მოსახლეობის 95%. ეს ვიცით ყველანაირი გამოკითხვებით. დადგეს დიდი ჩამხშობები და ყველაზე ინტენსიურად ახშობენ ალანიას ახშობენ ზოგადად, მაგრამ ყველაზე მეტად ახშობენ ამ შოუს მაშას და გოშას. საცხოჩოს ხშირად გადის რუსული ესტრადის სიმღერები. აი ეს არის აბსურდულობა სიტუაციის. ნიშანდობლივია, რომ ვერც ერთი საკაბელო ტელევიზია ცხინვალის რეგიონს ჯერჯერობით ვერ ფარავს. ამასთან ჩახშობა შესაძლებელია მხოლოდ საეთერო სიგნალის და არა საკაბელოსი. მოიპოვოთ და დავიცვათ სიტყვის თავისუფლება. 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ სტუდია მაესტრომ რამდენიმე საინტერესო პროექტის დაწყება გადაწყვიტა. მათ შორის პროფესია ჟურნალისტიც იყო. ანუ ჩვენ ლიცენზიის მიხედვით გქონდა უფლება გავუკეთებინა შემეცნებითი გადაცემები. შემეცნებითი გადაცემა შეიძლება ჩაითვალოს პროფესია ჟურნალისტის ის ფორმა, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ. ანუ ჩვენ ვაჩვენებდით არა ინტერვიუს მხოლოდ, არამედ ჟურნალისტის თვალ ცხოვრებას. და ეს ინტერვიუ იყო ჟურნალისტის ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. ამ სცენარის შესახებ ჩვენ ვამბეთ ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას, თავმჯდომარეს და იურისტებს და ვკითხეთ, რომ აი ასეთი გადაცემის შემთხვევაში ჩვენ დავარღვევდით თუ არა კანონს. მათ გვიპასუხეს, რომ ესე უსვათ ეს უпроსტოდ ეს იყო სადაო საკითხი და ესე ვერ გადაწყვეტდნენ ამას და გვირჩიეს, რომ თქვენ გააკეთეთ ეს გადაცემა და თუ რაღაც დარღვევასთან გვექნება საქმე, ჩვენ დაკავშირდებით გეტყვით, არც მე ვიყავი წინააღმდეგი, რომ შემეწყვიტა ეს გადაცემა, თუ კანონდარღვევასთან გვექნებოდა საქმე. რამდენად დაცულია ჩემი გადაცემა 4 ჟურნალისტის ყოველდღიურ ცხოვრებას ეხებოდა. სიუჟეტის დამთავრების შემდეგ ისინი იღებდნენ ინტერვიუებს საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანებისგან. ეს გადაცემა გადიოდა 2 თვე ეთერში. ზარე არ შემოსულა, არავის არ უთქვია, რომ ჩვენ რაღაც კანონს ვარღვევდით და ერთ დღესაც მოულოდნელად მოგვივიდა ცნობა, რომ საქმის ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო და მოულოდნელად მოგვცეს გაფრთხილება
და ჩვენ დავაკავშიროთ ეს ამბავი იმასთან, რომ ჩვენ გქონდა ამავდროულად შეტანილი ახალ ლიცენზიაზე განაცხადი და სწორედ მათ არ სურდათ ახალი ლიცენზიის მოცემა და ამიტომ მოგვცეს გაფრთხილება, რომ შემდეგ საბაბი ჰქონოდათ ამ ახალ ლიცენზიაზე უარის თქმის. ასეც მოხდა მარეგულირებელმა კომისიამ უარი უთხრა მაესტროს ლიცენზიის გაცემაზე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ეკა ფოფხაძემ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. თავად მოპასუხე მხარე სასამართლოშიც ადასტურებს, რომ ერთადერთი მოტივი რატომაც სტუდია მაესტროს არ მიეცა ახალი ლიცენზია იყო ის, რომ მას შეფარდებული ჰქონდა სანქცია. თუმცა ეს სანქცია მას შეეფარდა 2008 წლის 20 მარტს. მაშინ, როდესაც 20 მარტს უკვე 20 მარტამდე გადიოდა 30 დღიანი სამუშაო ვადა, ანუ 20 მარტამდე კომისია იყო ვალდებული ეს განცხადება მიიღო წარმოებაში, განეხილა და გამოეტანა გადაწყვეტილება. მაესტრომ მარეგულირებელ კომისიასთან სასამართლო პროცესის წააგო. მამუკა ღლონტი სასამართლოს პარალელურად ბრძოლის სხვა მეთოდებსაც იყენებდა. მან რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყო. შემდეგ ღია წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს. დააფუძნა ჟურნალისტთა ასოციაცია. გადაიღო კლიპები სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ერთად დავიცვათ თავისუფალი სიტყვა. შემოგვიერთდით. ჟურნალისტები სიტყვის თავისუფლებისთვის. შეხვდა საერთაშორისო ორგანიზაციებს. დემოკრატიზაციის ახალ ტალღასთან დაკავშირებით მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად მიღებული ლიცენზია 2008 წლის 3 დეკემბერს მოქმედებაში შევიდა. ტელეკომპანიამ მზე 2002 წელს დაფუძნდა ზედგენიძის ლევან ყუბანეიშვილისა და ელდარ მდინარაძის მიერ. მოგვიანებით ის ვანო ჩხარტეშვილმა შეისყიდა. 2004 წლიდან მზის დამფუძნებლები ხდებიან დავით ბეჟუაშვილი და ქიბარ ხალვაში. ირაკლი ოქრუაშვილის ეკონომიკის ministrobიდან წასვლის შემდეგ ქიბარ ხალვაში წილს ტოვებს. ოფშორული კომპანია გეომედია გრუპი და პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილის კომპანია საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ზუსტად ისეთივე პროპორციით იყოფენ წილებს, როგორც რუსთავი 2-ში 55 და 45. ტელეკომპანია 202 TV33-ის სიხშირეზე მაუწყებლობდა. ამ ტელევიზიას პრობლემები 202-ის დამფუძნებლების შალვა რამიშვილის და დავით კოხრეძის დაკავების შემდეგ შეექმნა. სიხშირის მფლობელმა ვაჟაკილაძემ წილი გერმანელ ბიზნესმენს ალტენბურგს მიყიდა. ალტენბურგის სტუდია ობიექტივთან ერთად მაუწყებლობის განახლებას გეგმავდა. Come see us at TV33 all year long. ახალი გადაცემების პრეზენტაციაც გამართა, თუმცა ორ კვირაში მან მოულოდნელად სიხშირე გაყიდა. მან ჩვენთან ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ამის შემდეგ TV33 სახელი შეეცვალა და ტელეკომპანია საქართველო ეწოდა. ტელევიზიამ რამდენიმე მფლობელი შეიცვალა და 2008 წლის 2 თებერვალს გიორგი გეგეშიძის გახდა, რომელიც ამავე დროს სარეკლამო კომპანია მაგისტრის დამფუძნებელია. ევრიკა კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრის ფრიდონ ინჯიას და მისი თანამშრომლის ოთარ ჩხარტიშვილის საკუთრება იყო. ტელეკომპანიის ოფიციალური დამფუძნებლები არიან ნაირა კვესელავა, ინჯიას მეუღლე, ილია ინჯია ვაჟი და ოთარ ჩხარტიშვილი. ევრიკასაც სხვა ტელევიზიების ბედი ეწია. მარეგულირებელმა კომისიამ ევრიკას საერთო ლიცენზია სპეციალიზებულ ლიცენზიად გადაუკეთა, რითაც საინფორმაციო გადაცემების გაკეთების უფლება ჩამოართვა. 2008 წლის 2 თებერვალს კი ტელევიზიის მფლობელებში გიორგი გეგეშიძის გვარი ჩნდება. გეგეშიძის კუთვნილი წილი 51%-ია. 2004 წლის 1 აპრილს ტელეკომპანია მეცხრე არხით დაიხურა. მისი ფაქტობრივი და ერთადერთი მფლობელი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი იყო. 2005 წელს ივანიშვილმა მეცხრე არხის მთელი ტექნიკა რუსთავი 2-ს დაჩუქა. ტელეკომპანია 4 წელია არ მუშაობს, თუმცა მისთვის მარეგულირებელ კომისიას ლიცენზია დღემდე არ ჩამოურთმევია. ჩვენ კითხვით მივმართეთ კომისიას, რაზეც მან გვიპასუხა, რომ ტელეკომპანია მეცხრე არხის მიმართ რაიმე სახის სანქცია არ არის გამოყენებული. სიტუაცია არის ესეთი, მას სამაუწყებლო ლიცენზია არ აქვს ახალი კანონის შესაბამისად, ასე ითვლება, მაგრამ მას ლიცენზია აქვს. ლიცენზია მინიჭებული აქვს აღჭურვილი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით, მისი გაუქმება მისი როგორც დაინტერესებული პირის მონაწილეობის გარეშე არ შეიძლება. დღეს მეცხრე არხის 100%-იანი წილის მეპატრონე ირაკლი ჩიქოვანია, მაგისტრის დამფუძნებელი და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი. მასვე ეკუთვნის ამ ტელეკომპანიაში 30%-იანი წილი. წლის ნოემბრის საპროტესტო აქციების ინტენსიური გაშუქება და მიტინგების პირდაპირ ეთერში გადაცემა ვარდების რევოლუციით დასრულდა. საზოგადოება დღეს თვლის, რომ რუსთავი 2 ამ პროცესებში თავად იყო მხარე და არა მედია.